მოგესალმებით. დღეს ჩვენი ობიექტივი მიმართულია ნაადრევი ქორწინების ირგვლივ. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ნაადრევი ქორწინების ფსიქოემოციურ და სოციალურ ფაქტორებზე. ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი შორინა ვაშაძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწენთ. დავიწყოთ განმარტებით, ზოგადად რა ითვლება, რომელი ასაკი ნაადრევ ქორწინებად და არის თუ არა ასაკი, რომელშიც განსაკუთრებით იკითხება ფიზიკური და ემოციური მომზადებლობის ნიშნები. დიახ. საქართველოს კანონმდებლობით 18 წლამდე ქორწინება ითვლება ნაადრევ ქორწინებად. კანონი კრძალავს და სხვა შორის სისხლის სამართლის თუ არ ხვდები 140 მოუხლე რამდენიმე წლიან პატიმრობას უქადის ისეთ ადამიანს, ვინც დაქორწინდება 16 წლამდე, ან სექსუალურ კავშირს დაამყარებს 16 წლამდე ასაკის ადამიანთან. ამიტომ კანონი მეტნაკლებად იცავს და აფრთხილებს ადამიანებს, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა. სტატისტიკას გადავხედე, სანამ თქვენთან მოვდიოდი და ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში ნაადრევი ქორწინება დარეგისტრირდა 2009 წელს. ისე როგორც გოგონებისა, რასაკვირველია გოგონების ბევრას ჭარბობს ვაჟების სტატისტიკურ რაოდენობას. ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი და სხვა შორის გაეროს ესეთი რეკომენდაციებით მის დასკვნებში საქართველო არის ერთ-ერთი ესეთი პირველი მაღალსაფეხურზე, სადაც ხდება ნაადრევი ქორწინება და ეს არის ძალიან დიდი და ესეთი საფრთხის შემცველი. 2009 წელიც ახლო წარსულია, რატომღაც ადამიანი ეს გახლავთ ბიოფსიქო სოციო-ეკონომიკური ესეთი პიროვნება საერთოდ ნიშნავს ამას, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები აქვს არა მარტო თავის, არამედ ოჯახის და სახელმწიფოს წინაშე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ნაადრევი ქორწინების საკითხის მოგვარება ყველასათვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის ყველასთვის, საზოგადოებისთვის და ისევე სახელმწიფოსთვის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მე მოვიხილოთ ახდენს თუ არა ნაადრევი ქორწინება ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე გავლენას და რამდენად უარყოფით ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენი საუბრის კონტექსტი მაინც არის ამ აქტის, როგორც უარყოფითი აქტის წარმოჩენა და საზოგადოებაში სწორი მიმართულების პოპულარიზაცია. ადამიანის განვითარების რამდენიმე ეტაპი არსებობს. სწორედ ის გარდატეხის ასაკში, როდესაც ყალიბდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურად ახალი ოჯახის შექმნა, ეს არის დიდი გამოწვევა საერთოდ. ყველასთვის, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისათვის. და სწორედ აი ამ პერიოდში შექმნილი ოჯახები ბედწილად ყოველთვის არ არასაკვირველია, მაგრამ მეტწილად არის საფრთხის შემცვლელი და მას აქვს ძალიან ბევრი ესეთი საფრთხის შემცველი წინაპირობა. დავიწყოთ იმით, რომ ამ პერიოდში, ანუ გარდატეხის პერიოდში, რასაკვირველია და ეს მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სწორედ ამ ნაადრევი ქორწინების, რომ ავტორიტეტი ეს არის ქუჩაში გაცნობილი ადამიანი, ან უცხო ადამიანი, ვიდრე ოჯახის წევრი. მას უნდა დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია და ბევრად უფრო ადვილად იღებს გადაწყვეტილებას, როგორც შემდგომ ასაკში და ამიტომ შესაძლებელია ერთ-ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინების ეს იყოს. ეს შესაძლებელია იყოს, რომ დაამტკიცო, რომ შენ ძლიერი ხარ. ან და კიდევ მკაცრი მშობლების ფონზე, მკაცრი მშობლების ოჯახში, სადაც არის დაპირისპირება, სადაც არ არის ურთიერთგაგება, ხშირად ცდილობა ხოლმე ახალგაზრდები, რომ სხვაგან მოძებნონ ერთგვარი გაქცევის მცდელობა. ესეთი გაქცევის და მეორე უკიდურესობაში ვარდებიან, უკვე მეორე ესეთი ოჯახში ვარდებიან, სადაც არ ითვალისწინებენ მისაზრს. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. რასაკვირველია შეიძლება იყოს რელიგიური, ტრადიციული თემატიკით განპირობებული და მას აქვს აი ამ ნაადრევ ქორწინებას აქვს ძალიან ბევრი ესეთი მიზეზი, რომელიც იწვევს ამას და ამიტომ მისი გაუთვალისწინებლობა ნამდვილად არ წაგვადგება და არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ მათგანზე ჩვენ ვიმსჯელოთ, მაგრამ ხშირად არის ხოლმე სიღარიბე მისი მიზეზი, განათლების ნაკლებობა, ესეც ძალიან ესეთი რისკის ფაქტორია და სწორედ აი ამ პირობებში შექმნილი ოჯახები, ესე იგი საჭიროებენ
ძალიან ძლიერ დახმარებას, გვერდში დგომას, რისი საშუალებაც ხშირად არ არის და სწორედ ეს იძლევა იმის საბამს, რომ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში ოჯახს არ აქვს სათანადო დახმარება და ოჯახის წევრები, რასაკვირველია, ადამიანები საჭიროებენ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას. კაპიტანი შორენი, არსებობს თუ არა ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ნაადრევი ქორწინების წინ დგას ახალგაზრდა და ამ ნიშნებზე უნდა რეაგირებდეს თუ არა ოჯახს მიღმა ინსტიტუტები, როგორც არის სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის და რამდენად ხედავთ თქვენ იგივე პედაგოგების, იგივე საგანმანათლებლო სივრცეების როლს მსგავსი პროცესების პრევენციის ნაწილში. ყველაზე დიდი იარაღი საერთოდ რამე პრობლემის მოსაგვარებლად არის განათლება. და ამიტომ ეს განათლება და რაღაც რესურსი, რაღაც ინფორმაცია აუცილებლად მიწოდებული უნდა იყოს ან ოჯახიდან, ან სკოლიდან. მასწავლებლის როლი ამ სისტემაში არის ამ საკითხში არის უცილებლად დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად არის ხოლმე რომ როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს ამ ინფორმაციის ან დაპირისპირება აქვს, სწორედ ეს ვქვი, რომ ხშირად უპირისპირდება მოზარდს ამ რაღაც გარკვეულ კრიტიკულ საკითხებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი მეორე პირის, ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება და ძალიან დიდი როლი შეგიძლიათ თქვენ შეასრულოთ ტელევიზიის, პრესის, საინფორმაციო საშუალებებს შეუძლია მივაწოდოთ ინფორმაცია არა მშრალი, არამედ ესეთი ფილმების თუნდაც საინფორმაციო ესეთი ვიზუალურად კარგად გაფორმებული ინფორმაცია მივაწოდოთ ის რომ ისთვის იყოს გასაგები რა შეიძლება მოყვეს ამას. დიახ, კაპიტანი შორენა, თუმცა არსებობს ალბათ ჯანმრთელობის რისკებიც. აისახება თუ არა ნაადრევი ქორწინება და ვლინდება თუ არა ჯანმრთელობის რისკებში, თუნდაც წარმატებული ქორწინების შემთხვევაში, თუ კი მოვიაზრებთ კარგ შემდგარ წარმატებულ ოჯახურ მოდელს. დიახ, აი ძალიან კარგი შეკითხვა და ამისვით, იმიტომ რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია ქალების სიკვდილიანობის განსაკუთრებით ნაადრევ ქორწინებაში, ქორწინების დროს თვლიან, რომ ეს იყო მოუმზადებელი სხეული, მოუმზადებელი არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად. ახალშობილთა ერთ-ერთი ესეთი სიკვდილიანობის მიზეზიც შესაძლებელია იყოს განპირობებული სწორედ ამ ესეთი ნაადრევი ქორწინებით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სხვა ესეთი მენტალური ჯანმრთელობის, დარღვევის, აშლილობის ესეთი შემთხვევებიც კი. ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მიზეზებზე და გარემოებებზე. ჩვენ ხვდებით, რომ სიღარიბე ერთ-ერთი მაპროვოცირებელია. თუმცა რამდენად შემოდის როგორც აქტორი აი ამ პროცესებში ჩვენი კულტურული გამოცდილება, ჩვენი პატრიარქალური მიდგომები და ეგრეთ წოდებული ქალის როლისა და ფუნქციის კავკასიური მოდელი. დიახ, ჩვენ შთამომავლები ვართ იმ ბებოების და იმ დიდი ბებიების, რომლებიც ადრეულ ასაკში, ვთქვათ, ქორწინებოდნენ, მაგრამ მაშინ იყო სხვა განსაზღვრელი ფაქტორები. ესე იგი, ითვალისწინებდნენ ძალიან ბევრ ფაქტორს, ვთქვათ, ეკონომიკურს, სოციალურს, ანუ ცდილობდნენ, რომ ეს გაეთვალისწინებიათ, დაეგეგმარებიათ აი ოჯახის მომავალი, მისი ესეთი შემწეობა და ასე შემდეგ და მთელი ოჯახი იდგა აი ამ ადამიანის გვერდზე. არ არის აუცილებელი, რომ არ იყო აუცილებელი, რომ ნაადრევი ქორწინების დროს მაინც და მაინც მაშინვე გაეჩინა ქალბატონის შვილი, ხო? ამის დაგეგმარება ხდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გააზრება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აი ამ ყველაფრის ამის გათვალისწინება შესაძლებელია, მაგრამ ესეთი რამე ხო არ ხდება. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ძალიან უარყოფითი და ნეგატიური ამ ნაადრევი ქორწინებისთვის. კაპიტანი შორენა, ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც რომანტიზმს უკავშირდებოდა ნაადრევი ქორწინება 90-იანების მიწურულს ერთგვარი არ ვიცი რა ქვია ამას, პრაქტიკა იყო, თითქმის ყველა მეორე ოჯახი იყო ნაადრევი. განსაკუთრებით აზარალებდა ალბათ ეს ქალბატონებს, თუმცა უნდა ვახსენოთ მამაკაცების ნაწილიც, რომელთა შემთხვევაშიც ნაადრევი ქორწინება იწვევს ფსიქოემოციურ ყევებს, გაუცნობიერებელ პასუხისგებლობას, სხვადასხვა ვალდებულებების და მოვალეობების შემოდინებას, რომლისთვისაც ახალგაზრდა მამაკაცები არ არიან მზად. ხშირ შემთხვევაში იგივე პატრიარქალური საზოგადოება, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, მეტწილად, როდესაც ამ პრობლემაზე იწყებს საუბარს, უღრმავდება იმ საჭიროებას, რომელიც გაქვს ქალბატონებს.
რატომ გავურბივართ მამაკაცების მომზადებლობაზე საუბარს და რატომ არ არის საჯაროდ განხილული ის, რომ ახალგაზრდა ასაკში ძალიან დიდი ტვირთია ეს ძლიერის სქესისთვისაც? აბსოლუტურად სწორად ბრძანებ, ტაბუდადებული თემაა. როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, განსაკუთრებით აი მომზადება, ხო? ამ ოჯახური ცხოვრებისათვის გადახედეთ, ცხოველები ასწავლიან თავიანთ პირშოებს, ძალიან ბევრ უნარჩვევებს ასწავლიან, ამზადებენ ცხოვრებისათვის. გენდერულ ბალანსსაც განსაკუთრებით შეიმჩნევა. ასე აწესრიგებენ მეტნაკლებად აი ამას და ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენ ეს გვიჭირს, ხო? ჩვენ არ გვაქვს ესე იგი ჩვენ შვილებთან ისეთი თქვათ არც კომუნიკაცია, არც აღზრდა, არ ვაწვდით სათანადო ინფორმაციას და ხშირად ამ შემთხვევაში ოჯახური ცხოვრების შესახებ ისინი ინფორმაციას ჩვენი შვილები ინფორმაციას იღებენ სწორედ პრესის, ტელევიზიის, თქვათ აი და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან სამწუხაროდ. თუმცა ესეც საზოგადოების ესეთი განათლებაზე, საზოგადოების მომზადებულებაზე მეტყველებს, რომ არ არის ამ საკითხისთვის მზად რო ეს განიხილოს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ერთ-ერთი ესეთი იმ ქვეყნებს შორის, იმ ჩამონათვალში, რომლებიც ესეთი არასრულობის ქორწინებით გამოირჩევა, ერთ-ერთი ჩვენც ვართ, ხო? საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა გამახსენდა შექსპირს აქვს საოცარი ხო ესეთ თავისი ქმნილებები და იქ მისი გმირები სულ 13-14-15 წლის არიან გამონაკლისები რომელსაც ესეთი სიყვარული ეწევა და ეს ბედნიერება ესეთ სიყვარული რო გეწევა მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და ის არ გულისხმობს რომ მასიურად გააკეთოს ადამიანმა ის რასაც მაგალითად შექსპირის გმირები აკეთებენ. დიახ, თუმცა შექსპირის ეპოქა რადიკალურად განსხვავებულია. სხვა ინტერესები იყო, სხვა მოთხოვნები იყო, სხვა მოწოდებები იყო და საზოგადოებაც იყო მზად იმისათვის, რაც იყო. ცხოვრების ხანგრძლივობა იყო დაბალი. გეთახმებით აბსოლუტურად და შესაბამისად დღეს, როდესაც 21 საუკუნე დგას, ვსაუბრობდით განსხვავებაზე ქალაქსა და რაიონს შორის, ხელმისაწვდომობაზე განათლების ნაწილში და იგივე გენდერულ დისბალანსზე, რომელიც ერთგვარი მაპროვოცირებელია იმ ფაქტების, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ალბათ არის უხერხული. რამდენად სწორად მიიჩნევთ იმ შეფასებას, რომ ქალაქსა და პერიფერიულ ზონაში რადიკალურად სხვადასხვა სურათი ნაადრევი ქორწინების კუთხით არის თუ არა მარცვალი სიმართლის და უმთავრეს მიზეზს რაში ხედავთ? განათლებაში. ყველაფერი ეს ქვაკუთხედი აი ამ პრობლემის მოგვარების, აი საკითხის გადაჭრის არის განათლებაში. ამიტომ განათლება ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირო სწორედ არა მარტო ამ პრობლემას, არამედ ძალიან ბევრ პრობლემას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკური განათლება დღეს. ნამდვილად. ეკონომიკური მდგომარეობა სიდუხჭირე. იმიტომ რომ არსებობს ესე იგი სიღარიბე ესე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მატრავირებელი ფაქტორია. სიღარიბე ის ოჯახები, სადაც სიღარიბე უფრო არის, ანუ მოწყვლადია უფრო სწორედ აი ამ პრობლემის გადაჭრისადმი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. კაპიტან შორენე, მაშინ როდესაც სისტემა, განათლების სისტემა დგამდა ნაბიჯებს და მას როგორც ინიციატივა შემოქონდა იგივე სქესობრივი აღზრდა სასკოლო საკითხებში. საზოგადოების უდიდესი ნაწილი წავიდა წინააღმდეგ. ჩვენ დაახლოებით გვაქვს სურათი და წარმოდგენა, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საზოგადოებისთვის რომ უფრო მკაფიო იყოს, ვისაუბროთ, სად არის უმთავრესი პრობლემა და ნუ შევეხებით ამ შემთხვევაში ახალ თაობას, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებს ჯერ კიდევ ის თაობა, რომელიც მე ვთვლი, რომ პასუხისმგებელია ახალგაზრდა თაობის არასწორ ნაბიჯებზე. გიორგი, დამეთანხმები, რომ ყველა რეფორმა არის მტკივნეული, მაგრამ რეფორმისათვის არსებობს სამი უცილობლად ესეთი პირობა, ხო? რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი რეფორმის მისაღებად იყოს მომზადებული, ვინც აწოდებს ის იყოს მზად იმისათვის, რომ მიაწოდოს ეს და შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ორივე მხარესათვის იყოს მისაღები. თან ისე უნდა იყოს მიწოდებული, რომ მისთვის მის რელიგიურ, კულტურალურ ტრადიციას, ხო, არ მივაყენოთ ზიანი და არ მივაყენოთ რაღაც ისეთი ხინჯი, რომელიც გამოიწვევს პროტესტს, რომელიც განაპირობებს
აი ესეთ რაღაც წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თანხვედრა ყველას ინტერესების. დიახ, და ეს შესაძლებელია, რაც თავარია. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარება არ შეიძლება, ამას უნდა დიდი რუდუნებით შრომა და მოთმინება უნდა, ხო? ყველა საქმის გადაჭრის ქვაკუთხედი დევს მოთმინებაში და სიყვარულს. როგორც პრევენცია, თუ გადავავლებთ თვალს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში პასიურია ამ ნაწილში. როგორც პრევენცია, როგორც გეგმა, სტრატეგია, შესაძლოა შედგეს, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს სურათამდე. მას უნდა ესეთი გეგმაზომიერი, თანმიმდევრული განვითარება. მთელი საქართველოს შეძრა მე მგონი რამდენიმე თვის წინ ერთი წლის 14 წლის გოგონას ტრაგედია გახსოვთ არა? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაძლევს იმის საფუძველს და იმის მოლოდინს, რომ რაღაცა უნდა გადაიჭრას ერთი პროცესით, ერთი кейსით, ეს არ გადაჭრება. მასზე უნდა იზრუნოს რასაკვირველია სახელმწიფო. დიახ, თუმცა თუ მეორე ნაწილსაც შევეხებით, ბუნებრივია საზოგადოებას გაუჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა, რომ ყველა ნაადრევი ქორწინება არ არის კახისთვის განწირული. თავისთავად. ძალიან რთულია, ესე იგი, ისაუბრო ქორწინების ესეთი ხელის შემცვლელ პირობებზე, ხო? ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. დაწყებული ბიო-ფსიქო-სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობები და საერთოდ ფსიქოლოგიაშიც არსებობს ეგრეთ წოდებული გაუსის ფრუდები, რომელშიც აქტიურად ესეთი ხმამაღლა შეიძლება საუბარი, რომ ყველას შეიძლება და ისეთი ოჯახი არ არსებობს, ვისაც კრიზისული სიტუაციები არ აქვს. ეს არის ნორმალური და ცოლ-ქმარ შორის, განსაკუთრებით წყვილებს შორის ესეთი კრიზისები არის 1, 7, 14 და ყველა 7 წელიწადში. ამიტომ ამ კრიზისებს ოჯახი, ან ოჯახის წევრები, ან ეს პარტნიორები, ან ესე ცოლ-ქმარი, ან გადელახავს და იწყებს ისევე აი ამ რუძე მუშაობას, სიარულს, ასე ვთქვათ, ან ტოვებს ამ ურთიერთობას და გადადის სხვა ეტაპზე ცხოვრებისა. ამიტომ ამის შესახებ თუ ექცოდინება ოჯახს რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე, მათ ექნებათ ესეთი პრობლემები, ცოტა რეალურად შეხედავენ ამას ყველაფერს და რეალურად აღიქვამენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არის ოჯახური ფსიქოთერაპია, ოჯახის ფსიქოთერაპევტის ინსტიტუტის თქვათ წარმოჩინება. ადრე იყო რომ მამაო თქვათ მოძღვარი არეგულირებდა ამას ყველაფერს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უკვე მამაოსა და მოძღვრის ან აი ესეთი რელიგიური თქვათ აი ესეთი დოგმებით ამ ცხოვრების დინამიკა შეიცვალა როგორც მინიმუმ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ პირველ რიგში განათლება და ვიცოდეთ სად რადის როგორი პრობლემები იქნება, იმიტომ რომ თუ ოჯახი ანუ ცოლ-ქმარი ცხოვრობს ესე ერთ ხაზად სულ ყოველთვის მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულის მეტი ესე იგი არ გამოშვიოს. ეს არის ყალბი ურთიერთობა, იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი ურთიერთობა, სადაც არ არის კონფლიქტური სიტუაცია. და სწორედ ოჯახი გამოირჩევა იმით, რომ ამ კონფლიქტური სიტუაციების დაძლევის გზები მოძებნოს ოჯახმა ერთად დააზრიოს და დაიწყოს ისევ გააგრძელოს. კაპიტან შონე, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ თმენის ვალდებულებას ვაკისრებთ განსაკუთრებით სუსტ-სქესს და ჩვენ ხებულობთ ამის ხარჯზე მსხვერპლს და ტრაგედიას ჯამში. ეს არის საზოგადოება, რომელიც უკან ახავს პირადი ცხოვრების დღის წესრიგს, მაგრამ ამ ყველაფერს ალბათ გააჩნია სათავეები. რა არის უმთავრესი, რის გამოც ჩვენ ვსჯით საკუთარ გარემოცვას. და ოჯახის წევრებსაც და ახლობლებსაც რამდენი შემთხვევაა საზოგადოება მიცის, რომ თქვათ მეუღლე ძალადობს, არ არის აუცილებელი მარტო კაცი იყოს მონძოლადე, ძალადობს მეორე ნახევარზე და ამის შესახებ ჩვენ ხმას არ მშობლები თანახმა რომ ეს შვილმა მოითმინოს, ოღონდ არ ჭამოს ბრჭყალებში სირცხული. ეს მეორე საკითხია და რამდენი შემთხვევა დამთავრდა სიკვდილიანობით და მაღალი სიკვდილიანობითაც, ხო? რატომღაც ჩვენ თვლით ყველანი, ესე იგი არ ვიცი ხა როგორ თქვა, ისე ნათლად, მაგრამ საზოგადოება თვლით, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, რა სიტყვის ხალხი. სანამ ამ დოგმიდან, აი ამ წრიდან, ჩაკეტილი წრიდან არ გამოვალთ, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, რა სიტყვის ხალხი. აი რა სიტყვის თქვათ სხვა
არ მინდა რომ შევრცხე, ჯობია მოითმინო და ხშირად ეს მოთმინება არ არის ესეთი სათავეები მინდა ვიპოვოთ კულტურალური ტრადიციები და ჩვენი განათლება. დიახ, გასაგებია და როგორც აქტორი რელიგია შეიძლება ამ ნაწილში იყოს მოაზრებული, მაგრამ არასწორად აღქმული რელიგია, არასწორად მიწოდებული რელიგია. რას ვიღებთ, ესე იგი, რა გვინდა მივიღოთ და მოწოდებასა და მოთხოვნას შორის არის ძალიან დიდი დეფიციტი და ვიღებთ იმას, რაც ჩვენთვის არ არის მისაღები. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ნაადრევ ქორწინებას და განსაკუთრებით წარუმატებელ ნაადრევ ქორწინებას მსჯელობთ, მხოლოდ ამოვდივართ წყვილის ინტერესებიდან. როგორ მშობლებს ვიღებთ ჩვენ მაშინ, როდესაც ყველაფერი არასწორია? გიორგი, როდესაც არის არასწორი, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ და გვასწავლიდნენ თავიანთი ქმედებით. ამიტომ ჩვენი შვილებისათვის ჩვენ ვართ მაგალითი, ჩვენ ვასწავლეთ ცხოვრებას. სოციალური მოდელები. დიახ, ჩვენ ვართ მოდელები და ვაკეთებთ ზუსტად იგივეს, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი შვილები. ამიტომ ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, უწყვეტი ესეთი რაღაცა, ესეთი მდგომარეობა, რომელზეც გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ. დიახ, ჯერჯერობით. რას ხედავთ როგორც გამოსავალს, როგორც სპეციალისტი? არა, ზოგადად ნაადრევი ქორწინების ნაწილში. ერთმანეთის სიყვარულით და მიმღებლობით ეს ერთი. უბრალოდ იმის გააზრებით, რომ ეს არ არის გამოსავალი მარტო კანონის გამკაცრება. კანონის გამკაცრებას უნდა მოყვეს ქმედითი ღონისძიებები სახელმწიფოს მიმართ. უნდა დაეხმარონ ესეთ ადამიანებს, არ ვიცი, ვისაც აქვს ეს პრობლემები, რომ დასძლიოს. იმიტომ რომ ნაადრევი ქორწინების შემდეგ წყვილებში აუცილებლად ხშირად ისინი წყვეტენ სწავლას, წყვეტენ განათლებას, წყვეტენ საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას და ამიტომ უნდა იყოს მხარდამჭერი თემები, რომლებიც მას გვერდში დაუდგებიან და ასწავლიან და ეტყვიან, რომ ამ სიტუაციებში, გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორ შეიძლება კრიზისულ სიტუაციებს დაძლიოს და გამოსავალი ნახოს. შესაძლებელია, ქალბატონო შორინა, რეაბილიტაცია ინდივიდების გასაკვირველია. ის არ არსებობს ისეთი სიტუაცია, სადაც გამოსავალი არ არის და რეაბილიტაცია ის იქნება ძალიან კარგი. ერთ-ერთი მეთოდი იქნება დახმარების რეაბილიტაციაზე. ფსიქოემოციურ მდგრადობაზე. არა მარტო სახელმწიფო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოება უნდა და უნდა მიცეს რაც შეიძლება მეტი რესურსი იმისათვის, რომ ფეხზე დადგეს სწორად და გააგრძელოს ცხოვრება. ჩემთვის მთავარი რგოლი, მხარდამჭერი რგოლი მაინც უპირობოდ ამ შემთხვევაში არის ოჯახი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება პროვოცირებელი საპირისპიროს აკეთებს და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა ნეიტრალური ესეთი მენტორის შესვლა ამ სისტემაში, რათა მოხდეს დახმარება საფუძვლიანი და აი ამ რაღაცა მავნე ესეთი სპირალიდან გამოყვანა სიტუაცია. ეს მკვეთრად ინდივიდუალური ნაწილში, თუმცა რა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოებრივად, სისტემურად იმისთვის, რომ ჩვენ გავიდეთ ფონს და თუ არა ევროპული მიახლოვებული სისტემა მაინც გქონდეს, როგორც პრევენციის, ასევე სამართლებრივი და მხარდამჭერი ბოლო ნაწილი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესაძლოა დავუმტკიცოთ ინდივიდს, რომ არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რით ვუწყობთ ხელს და როგორ გაგვყავს ის ფონს ერთგვარად. პიროვნებამ უნდა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის. მის გვერდით დგას ოჯახი, თავისთავად თუ დგას ან სახელმწიფო, ან მხარდამჭერი ინსტიტუტები და მას შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებისთვის არ იყოს მოწყვეტი და მისაღები, მაგრამ ღირსეული, რომელიც მას ცხოვრებაში წაადგება და ძალიან მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში. ხშირად ვამბობ ხოლმე, აი, წლების შემდეგ დაინახოს საკუთარი თავი, მოძევნოს ის საკუთარი ძალა, თავის თავში მოძევნოს ძალა, რომელიც გადაადგმევინებს სწორ და იმ ნაბიჯებს, რომელიც მიიყვანს სწორედ იმ მომავალთან, რომელზედაც ის ოცნებობს. ფაქტიურად ესენი ხო წყვეტენ ოცნებას, ხო რაღაც გარკვეულად, მეტნაკლებად, ყველაზე არ მაქვს საუბარი მეტნაკლებად და აისრულოს თავისი ნაუცნებარი და დაწეროს თავისი ცხოვრების სცენარი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ისეთი, როგორც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია გეთახმებით ჩვენი საუბრის დასასრულს. ვესაუბროთ აუდიტორიის იმ ნაწილს, რომელსაც დღეს აქვს კითხვით ნიშნები. რატომ არ არის კარგი ნაადრევი ქორწინება? დიახ, ნაადრევი ქორწინება ხელს უშლის მოზარდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურად ჩამოყალიბებას. ნაადრევი ქორწინება
გაძლევს იმის საშუალებას, გართმევს იმის საშუალებას, დადგე ფეხზე და აისრულოს შენი ოცნებები. ნაადრევი ქორწინება აი არ ვიცი, გიბორკავს ხელსა და ფეხს, გადადგა შემდგომი ნაბიჯი შენი ცხოვრების სასიკეთოდ. რამდენი ქორწინება გინახავთ, ნაადრევი ქორწინება, დიდი ზარზეიმით გადახდილი ესეთი საბანკეტო დარბაზებში, სადაც საზოგადოება ძალიან მშვიდად ლაღად ილხენს და არავის არ აქვს პროტესტი ამ ქორწინების მიმართ. აი ესა ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ამ დღეს ნაადრევი ქორწინებისადმი. ისევ და ისევ მივდივართ ემპათიის კრიზისთან, რომელიც ასახულია ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფების და საზოგადოებრივი ინტერესების ნაწილში. ეს არის ესეთი გაუთვითცნობიერებელი რაღაცა დამოკიდებულება, რომელსაც სადღაც აქვს სათავე, რომლის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ საზოგადოებას. რა გამოვლენა შეუძლია იქონიოს რეაქცია საზოგადოებას? საზოგადოების გამოვლენა ამ გამოაფხიზლოს, მოდი ამ სიტყვას გამოვიყენო. მეტი რაღა იქნება, საოცრება იყო, აი წახან მახსენე იმ ტრაგიკულად დამთავრებული პრობლემა და უამრავი ჩვენს თვალწინ თამაშდება უამრავი ტრაგედია, რომელიც არის დაკავშირებული ნაადრევ ქორწინებასთან. აი მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს. დიახ, გეთახმებით აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა იმ საოცარი კომპეტენციისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგაქვთ. მადლობა საოცრად ღრმა პასუხისთვის. მაყურებელს აქვე შევახსენებთ, გადაცემის სტუმარი გახდათ ქალბატონი შორენა ვაშაძე. მომავალ შეხვედრამდე გებრშტობებით. მადლობა ყურადღებისთვის.